კიევი უკმაყოფილო უკრაინის პრიორიტეტულ საჭიროებათა სიის პროგრამით გათვალისწინებული შეერაღების გადაცემის ტემპით მას შემდეგ, რაც ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქი რუსეთის მასირებული კომბინირებული საჰაერო იერიშების სამიზნე გახდა, როგორც ბალისტიკური, ისე ფრთოსანი და ჰიპერბარითი რაკეტებით, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით. ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებს ხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, თუმცა გარკვეულწილად საყვედურობს ვაშინგტონს, რომლის ყურადღება გასული თვეების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართა, უკრაინისადმი კი მოდუნდა, რამაც შტატები კიევ-მოსკოვს შორის შუამავლის როლიდან გამოდიშა. თქვენ თავად ხედავთ, რას ნიშნავს, როდესაც უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტები დაგვიანებით მიეწოდება. ეს დიდი პრობლემაა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც არამხოლოდ ბინები დაკარგეს. ეს ნიშნავს, რომ მათ დაკარგეს საკუთარი სახლი, საცხოვრებელი, შვილები, ოჯახები და საბოლოოდ სიცოცხლე. ისინი რამდენიმე კვირის, შესაძლოა რამდენიმე თვის წინაც იძახდნენ, რომ ჩამოვიდოდნენ უკრაინაში. მათ უნდა გააკეთონ ეს, რათა დაინახონ, გაიგონ და აუხსნან ამერიკის პრეზიდენტს, როგორ შეიძლება იმოქმედოს სტივ ვიტკოფმა რუსეთში. ისინი უნდა მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და შეაჩერონ ეს ომი. სწორედ ამიტომ ვისურვებდით ჩამოსულიყვნენ, თუმცა ვფიქრობ, ამ პროცესმა საკმაოდ დიდი დრო წაიღო. მესმის ახლო აღმოსავლეთშიცაა პრობლემები და როგორც ვთქვი, მადლიერი ვარ მათი პოზიციისა და დახმარების სურვილისთვის, თუმცა ჩვენ გვჭირდება ბევრად მეტი ვიდრე უბრალოდ სიტყვები. კიევის დარნიცას რაიონში, რომელიც 2 ივლისის თავდასხმებისას ყველაზე მეტად დაზარალდა, ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა უკრაინაში სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც მივიდნენ. მათი შეფასებით, ამ მოცემულობაში გამოსავალი არის ყველა შესაძლო გზით ვლადიმერ პუტინის იძულება მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას და დაასრულოს სრულმასშტაბიანი აგრესია. ვფიქრობ, როგორც მასშტაბით, ისე ხანგრძლივობით გუშინდელი თავდასხმები განსაკუთრებული სისასტიკის იყო. სადღაც წავიკითხე, რომ დაახლოებით 50,000-მა ადამიანმა კიევში ღამე თავშესაფრებში გაატარა. სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, როგორც დიპლომატები, ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილი, უკრაინა ამ რთულ დროში სათანადო მხარდაჭერით უზრუნველყოთ. იქნება ეს პოლიტიკური, სამხედრო თუ რაიმე სხვა. ვიმედოვნებთ, დროდადრო რუსეთზე ზეწოლით, შევძლებთ მათი გათვლების შეცვლას, რათა ის სერიოზულად მივიდეს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობის დასკვნამდე. ამჟამად აშკარაა, ვინ წარმოადგენს წინაღობას. მშვიდობიან მოსახლეობაზე დაარტყმებს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სულ 30 დაღუპული ყავს, თუმცა ეს მაჩვენებელი პერიოდულად ცვალებადია, ისევე როგორც დაშავებულთა რიცხვი, რომელიც 90-ს გადასცდა. მათ შორის კი არიან ბავშვები, ქალები და მოხუცები. როგორც წინა იერიშებისას მოსკოვში ახლაც განაცხადეს, რომ მათი სამიზნე უკრაინელთა სტრატეგიული სამხედრო ობიექტები იყო, თუმცა კიევი მომხდარს ტერორისტული თავდასხმებისგან არაფრით განასხვავებს. მასირებული იერიშების დაწყებამდე გამოფრთხილებელი განცხადება გაავრცელეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ხოლო პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაუყოვნებლივ შეწყვიტა ვიზიტი დუბლინში, მას შემდეგ, რაც მიიღო სადაზვერვო ინფორმაცია კიევზე ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის მოსალოდნელი მასირებული იერიშების შესახებ. კიევში ვარაუდობენ, რომ მოსკოვის ამგვარი ქმედებების მიზანი არის ბრძოლის ველზე წარუმატებლობის გადაფარვის მცდელობა.